ეხა გამოვედით გარეთ სათამაშოთ მე ანაბელი და ანდრიასი და ნახეთ ანდრიასი როგორ ანდრიას ახავს ანაბელი ხელში რომ ჩააგდებინოს კალათში ბურთი და ანაბელს უხარია როგორ შეხედენ გენაცვალოს დედიკომ გულში კაია და მიდი კიდე ჩააგდე და კალათაში ბურთი და მიდი დედას გული უთხარი პაპას ჩაგაგდებინოს მიდი უკვე იცი კალათ ბურთის თამაში და მიუხედავად იმისა რომ პატარა ხარ ყოჩახდე Bravo! ყოჩახდე რა მაგარი გოგო ხარ და ყოჩახდე ეხა ჩემსკენ მოდი დაგირტყა ბურთზე ურა კიდე გინდა ჩაგდება უთხარი პაპას აგიყვანოს ხელში და ჩაგაგდებინოს მიდი ჩააგდე ყოჩახ პაპა მოიტანს ახლა ბურთს და ჩააგდე ოკეი გიждდება მამამისზე ისე უყვარს მოდი პაპას უთხარი აქციოს და მე ამ სიგრძე არ ვარ სამწუხაროდ რომ ჩაგაგდებინო პაპა კია მაღალი და დედა არა დედიკო არ არის ასე მაღალი რომ ჩაგაგდებინოს ბურთი და აქ არის ანაბელი აქ არის პაპინო აქ ანაბელი და აქ არის დედიკო გამარჯობა ყველას როგორ ახარ ჩემო კარგებო ძალიან მომენატრეთ მოკლედ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით დღეს არაჩვეულებრივი ამინდი გვაქვს სკოლაში და სურვილი გამიჩნდა რომ ვიდეო ჩამეწერა Ich hab's gesehen ანაბელი ცოტა დაეცა და მამისი იქვე იყო კიდე კაი აი ეს ჩემი საყვარელი ადგილი ამ პარკში ნახეთ რა ლამაზია ანაბელ დედიკო დამიქნიე ხელი ყოჩახდე რა ლამაზი ხარ დედიკო გეხუტუნა დედამ გულში სად მიდიხარ მოდი ახეთ როგორ გაიქცა მამამისი დასდევს აქეთ იქეთ მოკლედ მოვედი ჩემს საყვარელ ბაღში და ძალიან კარგი ამინდი გვაქვს როგორც გითხარით არ ვიცი მithქვამს თუ არა თქვენთვის აქ ადრე სასაფლაო იყო და ნახეთ აი ეს სასაფლაოს ქვები ეს ქვა ახლა გაუახლებიათ როგორც მივხვდი გაახლებულია აი ეს ირგვლივ რაც არის მოყოლებული ეს არმატურას ეძახიან თუ არ ვწდები ქართულად ესეც გაუახლებიათ და არის მოკლედ შემორჩენილი საფლავები მოკლედ შემოკარგებო რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ ყველანი და როგორც იქნა აი გამოვედი გარეთ რამდენი მნიშვნელობა აქვს ამინც ადამიანისთვის მართალი გითხრათ საკმაოდ მოსაბეზრებელია სახლში ჩაწერილი ვიდეოები მაგრამ რას ვისამთ როცა ცუდი ამინდია და მალე ღამდება ვერც კი ასწრებს ადამიანი ვიდეოს ჩაწერას ნუ ჩემს შემთხვევაში ვგულისხმობ რა თქმა უნდა პატარა ბავშვთან ერთად ანაბელთან მიჭირს ხოლმე რა მინდოდა თქვენთვის მეკითხა მაქვს გადაღებული ვიდეოები არის ასევე საშობაო ბაზრობიდან ერთ-ერთი ვიდეო და ვერ დავამონტაჟე. ვფიქრობდი რომ ეხლა დაგვიანებულიც ყია მეთქი, მაგრამ რატომაც არა. დამიწერეთ კომენტარებში, გექნებოდა თუ არა სურვილი, რომ გეხილათ ასეთი ვიდეო და 1-2-3 ვიდეო მაქვს დასამონტაჟებელი, რომელიც ცოტა ადრე ჩავწერე და გექნებათ თუ არა სურვილი რომ დავამონტაჟოთ და გაჩვენოთ, რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თუ ჯერ ის ვიდეოები არ დავდეხო, რაღაცნაირად ახალ ვიდეოს ვერ ვიწყებ, თითქოს ენერგია მქონდეს დაბლოკილი. ნახეთ ეგ აი იმ პარკში ვარ, სადაც ბევრი ძაღლებია ხოლმე და ძაღლები რომ მომსდევდნენ, გახსოვთ? აი იქეთ არის ძაღლების ადგილი უკან. და დარბიან ძაღლები. და მოკლედ, როგორც გითხარით, თუ კი ამ ვიდეოებს, აი ეს 2-3 ვიდეო, რომელიც მაქვს დასამონტაჟებელი, არ დავდებ, ასე მგონია რომ ახალი ვიდეო რო გადავიღო, რაღაცნაირად არ ვიცი. თქვენთვის მქონდა ეს ვიდეოები გადაღებული და
გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ დავამონტაჟე და ძალიან მინდა რომ დავდო და აბა გექნებოდათ თუ არა სურვილი დეკემბრის ვიდეო გენახათ, დამიწერეთ კომენტარებში. მე რა თქმა უნდა ძალიან მინდა ახალი ვიდეოების გადაღება და არა მარტო გადაღება, არამედ ასევე ჩემს არხზე ატვირთვა, მაგრამ ჩემი iPhone-ი არის სავსე ჩემოგარგებო. ნახეთ როგორ მოდის ეს პატარა ქალბატონი. ნახეთ, ანაბელ და მამამის ბურთი უჭირავს ჩანთაში. ანაბელ, დედიკო, ჩამეხუტე და ჩამეხუტე. გიხუტა დიდო. დედამ გეხუტა გულში. და პაპას ეთამაშები? მიდი ეთამაშე და დედა ვიდეოს გადაიღებს, ხო? მიდი და ეთამაშე პაპას. ნახე ძაღლი მოდის იქ ფრთხილად. ძაღლმა არ გიკპინოს, დე ფრთხილად, დე პაპას მოკიდე ხელი, დე, ხო? ხო, ცოტა ხანი სანამ ზიანათებს იყოთ და მერე წავიდეთ. ვაუს არ გეშინია? გამოდი აქეთ. ბელე, ვაუ, არა, დე არ მიხვიდი ახლოს. შეხო არ ვიცნობთ მაგ ძაღლს როგორია. ნახეთ როგორ დარბის, აქ როგორც კი გამოზაფხულდება, რო გადამწვანდება ყველაფერი, აი გულს უხარია აქ მოსვლა. ძალიან მიყვარს ეს ადგილი. Da ახლოსაა ჩვენი სახლიდან, არ არის შორს. Du das ist kalt, wenn du sie jetzt draufsetzt. ცივია სკამი, ტაკოები არ გაეყინოს ჩემს გოგოს. Da. Ist dir nicht kalt hier? Doch. არ გცივა დე? ტაკო გაგეყინება დე ადექი და. ადექი ჩემი ლამაზი გოგო, ჩემი სიყვარული. ჩემი ანაბელი ვინ არის? აკოცე დედას. ასე გაუკეთე? ნელა. დაეცა და შარვალი ნახეთ რას უკავს. კიდე კაი რბილად დაეცა და არაფერი უტკენია. ისე მიყვარს ეს ქურთუკი რუაცვია, სოკოსავით არის შიგნით. ამ ქუდს ხონდა ორი, ესეთი ბურთულა და ერთი მოძრა და უნდა მივაკერო ისევ ძალიან მომწონს, მაგრამ ერთითაც ლამაზია ვფიქრობ. თან სუზი draufsetz, sie will wieder. და ჩდომა გინდა ისე? პაპა დაგაჯენს დე? პაპინო დაგაჯენს, ყოჩახ დე, რა კარგი გოგო ხარ. გამიცინე დე? გეხუტუნა დედამ გულში როგორ სასურათეცი ხარ. მოიცა სურათიც გადაგიღო. მოკლედ შემოკარგებო, ანაბელი ისევ ჭირვეულობს, მანდა მაინც აი ამ სკამზე თუ რა ქვია მაგას დაჯდომა უნდა და აქეთ ძაღლები მოდიან, ცოტა არ იყოს გვეშინია. ეს ამდენი უცხო ძაღლი, არ ვიცი რას იზამს, თუმცა ამათი ძაღლები საკმაოდ თვინიერები არიან, მინდა გითხრათ. საკმაოდ აცივდა, მზე ჩავიდა, გვინდა ეხლა რომ სახლში წავიდეთ. მაგრამ მინდოდა რომ პატარა ვიდეო თქვენთვის დღეს ჩამეწერა. ძალიან მიხარია რომ ისევ დამიბრუნდა სურვილი დაუბრუნდე ვიდეოებს და იმედი მაქვს რომ ნაცი კარგი ამინდები გვექნება და შესაძლებლობა მექნება რომ ჩავწერო ვიდეოები და ბევრი პოზიტივით ვიქნები დამუხტული. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აი როგორ გითხრათ თითქოს ჩახშობილი მაქვს ენერგიები და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ამ ყველაფერმა უკვე გაიარა და რაღაც, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს ხანდახან. უფრო მეტი უნდა ვიმოძრაო, ვიცი, ხანდახან დღე ისე გადის, რომ სახლიდან ვერ გამოვდივარ. ვცხოვრობთ Ist das zweite Stock, wo wir wohnen oder dritte? მეორე სართულზე ვცხოვრობთ, მაგრამ ანაბელის აყვანა, ჩამოყვანა არ არის ადვილი. სადღაც 16 კილომდეა უკვე ანაბელი. და მოკლედ მაწი უფრო გამოვა ამინდები დედიკო. ჩაიხუტე დედას? გეხუტა დედა. მამა, ხო მამა. გახედე, გაიცინე? გეხუტა დედა, ლოგულიცინი და? დედას ნელა. დედას უყვარ ხარ გულში და? დედას უყვარ ხარ გულში და? სიმინამასი. ოკეი, არ გამიფუჭო ეს დე. დედას უყვარ ხარ და გულში და? ოკეი. აი ეს არის ჩემი საყვარელი სუროიანი ხეები, არ ვიცი ხედავთ თუ არა. აი ესენი და როგორც კი გაზაფხული გამოვა, ისე ლამაზად შეიმოსება ხოლმე აქ ყველაფერი მწვანეთ, რომ რა ვიცი, ძალიან ლამაზად. ძალიან მიყვარს
ძალიან მიყვარს ეს პარკი. და ხალხი სეირნობს და აქ რო ხა სიცოცხლე რო ამოძრავდება ზაფხულიდან ძალიან მიყვარს და ძალიან აი ჩემი სტიქია ხოლმე აქ ვიდეოების გადაღება, მაგრამ ხშირად სამწუხაროდ არ მეძლევა შესაძლებლობა. იმედია გამოვასწორებთ და იმედია რომ გამიგებთ განსაკუთრებით ვინც დედები ხართ და პატარა შვილები გყავთ ჩემსავით. ჩვენი გოგონა მალე 2 წლის გახდება, რაც ძალიან მახარებს აპრილის ბოლოს. და მოკლედ ვითარდება დღითი დღე და სწავლობს ძალიან ბევრს და ჭკვიანია. მაგრამ ლაპარაკი ჯერ არ დაუწყია. ექიმა გითხრა რომ რადგან ორ ენოვნად თითო ალბათ ცოტა გვიან დაიწყებს საუბარსო და ბევრისგან მაქვს გაგონილი რომ რადგან ბავშვს ქართულად და გერმანულად ენებზე ზრდიდნენ საკმაოდ გვიან დაიწყეს ბავშვებმა საუბარი და ნორმალურიაო. ექიმა მითხრა რაღაც სიტყვებს ამბობს ქართულად, ეს უქართულად ვესაუბრები. ნახოთ როდის აჭიკჭიკდება ჩვენი გოგონა. მოკლედ, იმედია დღევანდელი ვლოგი მოგეწონათ და გიხარიათ რომ დაგიბრუნდით და იმედი მაქვს რომ ხშირად გავაქტიურდები და ხშირად მოვალ თქვენთან. ყოველ შემთხვევაში მე ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში დავამონტაჟოთ თუ არა აი ეს ძველი ვიდეოები. მაქვს ასევე რაღაცები ნაყიდი და მინდა რომ გაჩვენოთ რა ვიყიდეს ვიდეო ჩავწერო და მაქვს რაღაც ახალ-ახალი იდეებიც და ვნახოთ რამდენად განვახორციელებ. მოდით, ეხლა მე აქ დაგემშვიდობებით, სახლში უნდა წავიდეთ უკვე. აცივდა და ანაბელს შეცივდება, მიუხედავად იმისა, რომ თბილად ჩავაცვი. ძალიან გამეხარდა თქვენთან კონტაქტი და მიხარია თქვენი ნებისმიერი ლაიქი თუ კომენტარი და გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე ძალიან მიყვარს ვინმე რომ კომენტარს დაწერს, ეს არ უნდა იყოს მანდამაინც ქების კომენტარი, არამედ თუ რაიმე იდეა გაქვთ, თუ რაიმე თემა გაქვთ და გაინტერესებთ გერმანიასთან დაკავშირებით, დამიწერეთ კომენტარებში და შევეცდები რომ აი იმ საკითხებზე ვისაუბრო, რაც თქვენ გაინტერესებთ. იქეთ ხალხი ჩემს უკან სეირნობს, არ გაგიკვირდეთ. თითეული ჩემი გამომწერი ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. დღეს აქ დავამთავრებ ჩემს ვიდეოს. ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკა დროებით მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის. ნახეთ რა ლამაზიცაა. და ჩიტები უკვე ჭიკჭიკებენ. ძალიან ლამაზიცაა. იქ არის ანდრიასი და ანაბელი, ხედავთ? აი. და მივდივართ სახლში. მოხვედი დედიკო, ცეკვალ მიდი, ცეკვე დედიკო, დატრიალდი დედიკო, ყოჩახ დედიკო, ყოჩახდე. რა კარგი გოგო ხარდე? გეხუტუნა დედამ გულში. ნელა, წაიქცა. არა უშავს. ყოჩახდე, გაუქნია ხელი მაყურებლებს. კარგად. გეგუტუნა დედამ. კარგად, გემშვიდობებით ყველას ჩემო კარგებო, აი ამ ლამას ფონზე. კარგად, უთქალი დედიკო მაყურებლებს. დატრიალდი, მიდი, იცეკვე. ძალიან უყვარს ასე ტრიალი. ნელა, კიდე არ წაიქცედე. კარგად იყავით ჩემო კარგებო.